კლიმატის ცვლილება ის არის, რომ ზღვის ტემპერატურა იმატებს და შესაძლებელია უკვე ის გახდეს უფრო მისაღები ბრჭყალებში ხმელთაშუა ზღვის თევზებისთვის. თუმცა თუ ის თევზები მაღალმარილიანობას არიან შეწეული, არიან ესეთ თევზები, რომელიც მაღალმარილიანობაზე ცხოვრობენ, არიან რომლებიც მარილიანობის ფართო დიაპაზონს უძლებენ, აი ესეთმა უფრო შეიძლება აითვისოთ შავი ზღვა. რისკები ხო უნდა გქონდეს წინასწარ სახელმწიფოს გათვლილი, ესე არ ფიქრობთ თქვენ? კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, რა თქმა უნდა. სტრატეგიებში ეს კომპონენტი ამოხატეს შავი ზღვა თევზის კუთხით და რა საფუძველზე ადგენენ ამ იმას საქმეა. კვოტებს და ისა არაფრით არ ასაჯაროებენ ამას, რა მეთოდით ადგენენ კვოტებს და ნუ რა ვიცი ხა რა გითხრათ. ყველაზე დიდი პრობლემა არის შავი ზღვისთვის დღეს მე თუ მკითხავთ დაბინძურება და გადაჭარბებული თევზჭერა და რატო იმაზე არავინ არ ასწავლს, რომ საშინელი დაბინძურებულია შავი ზღვა.